13, და 15 ივნისს ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს გასტრონომიული ღონისძიება ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერთან იმართება. 16 მონაწილე წარმოადგენს როგორც ტრადიციულ, ასევე იშვიათ და ნაკლებად ცნობილ იმერულ კერძებს, რომლებიც მოდერნიზებული ფორმით საგანგებოდ გემოფესტისთვის შეიქმნა. გარდა მზარეულებისა, ფესტივალში ღვინის და სამეწარმეო ობიექტებიც არიან ჩართული, საღამოს კი ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება. ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმე ოჯახების ხელშეწყობა და შიდა და საერთაშორისო მოგზაურობის გააქტიურება. ეს ვართ წიწილი მაყრის соусით და ჭადიანი კვერით რა, მოხარშული ჭადიანი კვერით აბრაცული. ავთენტური მარტო იმერული არა, შერწყმული გვაქვს, იმერული, ლეჩხონური და ასე შემდეგ რა. კიდევ გვაქვს საქონის ხორცის რულეტი მოცხარი соусით. ასე. ეს უფრო იმერული ძველი ებრაელების კერძი არის აბსოლუტურად და გავაერთიანეთ და გამოგვაქვს დღეს დასაგემოვნებო. ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გვაქვს გემოფესტი, ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს. აღსანიშნავია ნამდვილად ის ფაქტი, რომ წელს ახალი მონაწილეები გვყავს, დაახლოებით 50-მდე მონაწილეა მთლიანად კვების, ღვინის ობიექტები და სამეწარმეო დახლები, ასევე არის ბავშვების სივრცე მოწყობილი. უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისში განსაკუთრებულია ყოველ წელს გემოფესტი ველოდებით 3 საათიდან 3 დღის განმავლობაში, როგორც ქუთაისელებს, ისე ადგილობრივ მოგზაურებს და რა თქმა უნდა საერთაშორისო მოგზაურებს.